მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებ საუკეთესო ან პოპულარულ 5 დიეტაზე წონაში კლებისთვის და შემდეგ ვიდეოში კიდევ ვისაუბრებ შემდეგ საუკეთესო 5 დიეტაზე და ჯამში გამოვა 10 დიეტა, 10 ყველაზე პოპულარული დიეტა გვექნება, რომლითაც შეიძლება ადამიანმა ან იხემძღვანელოს, ან მხედველობაში მიიღოს, ან გაითვალისწინოს. ან უკეთესი მოიფიქროს. და დავიწყოთ, პალეო დიეტა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული. პალეო დიეტას ეძახიან გამოქვაბულის დიეტასაც და აზრი პალეო დიეტის არის, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს ის საკვები, რასაც გამოქვაბულის კაცი ჭამდა დაახლოებით. ანუ პალეოლითის ადამიანი, პალეოლითის ერაში ადამიანი რასაც ჭამდა. აზრი ის არის, რომ გამოქვაბულიდან გამოდიოდა ადამიანი, მოინადირებდა, მერე შეჭამდა, ან ხილს დაინახავდა ხელზე და მოკრიფავდა და შეჭამდა. არა შაქრები, არა მარცვლეული, იმიტომ რომ მარცვლეულის მოყვანა უკვე კულტურის ამბავია. არა რა თქმა უნდა ეს პროცესირებული საკვები, არა ზეთები და არა პარკოსნები. ეს არის პალეოლითური. არაში გულისხმობს მინიმიზაციას, რაღაცები შეიძლება ადამიანმა მიიღოს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ამოიღოს ამ დიეტიდან. ძალიან დებულება არის ძალიან პირდაპირი, სწორხაზოვანი, რომ რასაც ჩვენ წინაპრები ჭამდნენ, ჭამოთის და ამიტომ ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ დიეტამ. მაგალითისთვის რო ვთქვათ, დილით მაგალითად კვერცხი, როგორი ფორმითაც გინდა, მაგრამ ხშირად წვავენ და ისე. ისპანახი, ავოკადო, ეს დილით, შუადღისას შემწვარი ხორცი, ასევე შეიძლება შემწვარი ან მოხარშული ბოსტნეული, თუმცა უფრო მეტად შეიძლება შემწვარს მიენჭონ უპირატესობა. ბოსტნეულში შეიძლება იყოს თითქმის ნებისმიერი, რაც სრულად რისი ჭამაც შეიძლება. სნეკად, ანუ როგორც წახემსებად შეიძლება იყოს თხილეული ნებისმიერი, ასევე ნუში მაგალითად ან ჩვეულებრივი თხილი ან ნიგოზი, ოღონდ კალორიებთან უნდა იყოს ფრთხილად, რა თქმა უნდა, რომ ეს ბევრი არ მოგივიდეთ. შეიძლება ვაშლი, როგორც წახემსებად და საღამოთი ისევ ხორცეული ან თევზეული, მაგალითად თევზი შემწვარი და ცოტა ბოსტნეული. ხო, რა აქვს ახლა დადებითი ამ დიეტას? დადებითი აქვს, რომ ადამიანი ჯამში იღებს ცილებს და ბოჭკოს დიდი რაოდენობით, ნაკლები რაოდენობით იღებს შაქრებს და ნაკლები რაოდენობით იღებს ასევე ზოგიერთ ცხიმს, რომელიც არასასურველია და ანთებას ორგანიზმში ამცირებს, წონაში კლებას აადვილებს. ერთ-ერთი კარგი ეფექტური დიეტა, მაგრამ ცუდი არის, რომ მაგალითად მარცვლოვნებს იღებს საერთოდ არანაირი შვრია არ არის მაგალითად მიიღებული ან ლობიო ან სხვა პარკოსნები, სოიო და ესეთი, რაც მნიშვნელოვანია, კარგია, ჯანსაღია, მაგრამ აქ არ არის მიღებული. ამიტომ ეს უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა დიდი დადებითი მხარე ის აქვს, რომ არის მარტივად გასაგები ყველასთვის, მაგრამ გრძელვადიან შესანიშნებლად არ არის ადვილი. ხო, ამიტომ 7-იანს დავუწერდი მე. შემდეგი დიეტა არის ატკინსის დიეტა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტა. ატკინსი ცნობილია როგორც დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტა. ცნობილია იმით, რომ აქვს თავის ფაზები და თავიდან იწყებს მაქსიმალური შეზღუდვით ნახშირწყლების და შემდეგ უმატებს საფეხურეობრივად ცოტ-ცოტას, არა მნიშვნელოვნად. არის ეფექტური წონაში კლებისთვის და იღებ რას? ნაკლებ ნახშირწყალს, მეტ ცილას და მეტ ცხიმს. ეს არის ატკინსი. შემდეგ ნელ-ნელა ნახშირწყლების რაოდენობას უმატებს. მაგალითად, საუზმეზე ყველი და ისპანახი
და ომლეტი, თქვათ, ან კვერცხი სხვა ფორმით. შუა დღისას გათმის სალათი მაგალითად, ოლივიეს ზეთით. ყველი შეიძლება მაგალითად წახემსებათ და საღამოთი შემწვარი ხორცი და ბოსტნეული. კარგი აქვს რომ ადამიანი იკლებს ადვილად, ასევე ვინაიდან მდიდარია ცხიმებით და ცილებით კრეივინგები აქვს ნაკლები, ანუ ადამიანს უადვილდება ასეთ დიეტაზე ყოფნა. უარყოფითი რა აქვს? უარყოფითი აქვს, რომ შეიძლება ქოლესტერინის მომატება გამოიწვიოს და ასევე სხვა ნუტრიენტების დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს, ვინაიდან საკმაოდ შემზღუდავი დიეტაა და რთული დასაცავია. ამიტომ 6-იანს დაუწერდი, ეფექტურია, მაგრამ ადვილი დასაცავი არ არის. შემდეგი დიეტა არის ეძახიან სრული 30, ეს დიეტას ეძახიან whole 30 ინგლისურად და ან 30 დღიანი ელიმინაციის დიეტა. ხო, ეს დიეტა ძალიან ნაცნობია ალბათ ბევრისთვის სხვა ფორმით, რომ რა ამბობენ, რომ ეს პური ამოიღე, შაქარი ამოიღე. აი შაქარი ამოიღე და დაიკლებ, ან პური ამოიღე, თეთრი პური ამოიღე და დაიკლებ. ხო, ანუ ძალიან მარტივი მიდგომაა, რომ ყველაფერი რაც არაჯანსაღია ამოიღე. 30 დღის განმავლობაში შაქარი, ალკოჰოლი, პურეული, მარცვლეული, დამუშავებული საკვები, ამ junk food-ებს რო ეძახიან, ნაგავ საკვებს რო ეძახიან, ეგენიან დაპაკეტებული რაც არის მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი არაჯანსაღად, თითქმის ყველაფერი არაჯანსაღად მისინა დაპაკეტებულში გულისხმობ აი ჩიფსები და ეგეთ რაღაცები რაცა. ხო, და 30 დღის მერე ნელ-ნელა შეგვიძლია მისცეს ორგანიზმს ერთგვარი როგორც reset-ის იდეაა ეს, რომ დაიყვანო ნულზე, გასწორო და შემდეგ ნელ-ნელა დააკვირდე შენი ორგანიზმი რას მიიღებს, რას არ მიიღებს და როგორ მიიღებს. ესე დიეტის მაგალითია, რომ დილით დაიწყო მაგალითად კარტოფილით, კვერცხი და ავოკადო, შუა დღისას ქათამი, კომბოსტო და ბროკოლი, საღამოთი თევზი, კარტოფილი და საფილო. ხო, კარტოფილს როცა მიიღებთ, მოხარშული გაცებული იგულისხმება როგორც წესი დიეტებში, შემწვარი კარტოფილი და ჩიფსები და თუნდაც პიურე, ცხელი, როგორც წესი დიეტებში არ გვხდება. რა არის ამ დიეტის კარგი მხარე? კარგი მხარე არის ის, რომ არ იღებ შაქრებს, არ იღებ არაჯანსაღ პროდუქტებს, ასევე ეჩვევი ადამიანი გაცნობიერებულ კვებას. უარყოფითი არის, რომ ძალიან შემზღუდავი დიეტაა და ძნელია ძალიან რომ დაიცვა, განსაკუთრებით 30 დღეზე მეტი რომ დაიცვა, მით უმეტეს ძნელია. ანუ ეფექტურია, მაგრამ გრძელვადიანი გადაწყვეტა არაა პრობლემის, ამიტომ 6-იანს დაუწერდი. შემდეგი დიეტა არის კარნივორე დიეტა, ანუ ხორცის მჭამელების დიეტა. ამ დიეტაზე ბევრი მიმი შეიძლება შეგხვედრიათ, ან შეგხვდეთ და რაღაცნაირად ქილიკობენ და დაცინიან იმ ადამიანებს, ვინც ამ დიეტას მიყვება, რადგან რაღაც თითქოს ჩვენ კულტურაში არის, რომ ხორცი უფრო მეტად არის ფოკუსირებულები ვართ მცენარეულ კვებაზე, ხო? და რაღაც ხორცის ჭამა მიიჩნევა უფრო დაბალგანვითარებულ პრიმიტიულ აზროვნებად. შეიძლება ამას რაღაც სამეცნიერო ბაზისი ქონდეს, მაგრამ კულტურულადაც ასეა და ამიტომ არის, რომ მაგრამ მაინც ძალიან პოპულარულია. პოპულარულია რატო? იმიტომ რომ ძალიან პირდაპირია, გეუბნება რომ ჭამე ხორცი, არ ჭამო არაფერი სხვა. მაგალითად ჭამე ხორცი, კვერცხი, თევზი და ცხოველური ცხიმები, არ ჭამო ის რაც არაფერი რაც მცენარის აბია ან მცენარეა, მაგალითად ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ის პარკოსნები არა,
არაფერი ხორცის გარდა, ეგ არის მთელი მუღამი, ასე ვთქვათ, ამ დიეტის, რაც ისეთია, ძალიან ზოგი ადამიანისთვის ძალიან გასაგებია, წონში კლება ჩქარია ამ დროს, ვინაიდან ბევრ ცილებს და ცხიმებს იღებს ადამიანი, ამიტომ ნაყროვანების გრძნობა აქვს და შიმშილი არ აქვს, ასევე არის კვლევები, რომლის მიხედვითაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ამ დიეტას. დიეტის შემადგენლობაში არის ხშირად ხორცეული, თევზეული, ქათამი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ერბო, კარაქი და ბულიონი ოღონდ ბოსტნეულის გარეშე. მაგალითისთვის დილით ადამიანმა შემწვარი ხორცი შეჭამოს კარაქში, შუა დღისას ქათამი, საღამოთი ღვიძლი ან თევზეული ისევ ცხოველურ ცხიმში. ხო, ისეთ დიეტა ძალიან წარმოსადეგი, იაფიც არ იქნება ჩვენს რეალობაში, თუმცა ადამიანს შეიძლება განვითარდეს საკვები ნივთიერებების დეფიციტი, მაგალითად C ვიტამინის, მაგალითად ბოჭკოების, ბოჭკოვანს არ იღებს, რაც ნაწლავებისთვის ძალიან ცუდია. ასევე ქოლესტერინის დონემ შეიძლება მოიმატოს, რაც ასევე ცუდია. და ამ კიდევ ცუდი რაც არის, რომ ამ დიეტის გრძელვადიანი შედეგები არ ვიცით. ამიტომ მე ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ დავუწერდი მაღალ ქულას, რადგან ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს. კარგად შედგენილი და კარგად დაბალანსებული დიეტა, ბევრად უკეთესი უნდა იყოს ჩემი აზრით. თუმცა აქვს თავისი დიდი დადებითი თვისებები, რომ კარგად ანაყრებს მაგალითად და ზოგ ადამიანს უადვილდება ეს ყველაფერი. მაგრამ ასევე პრობლემაა, რომ არ არის ძალიან შეზღუდული დიეტა, მოკლედ რესტრიქციული დიეტა და ასევე იაფიც არ იქნება, ანუ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია, რომ დილით დაიწყოს შემწვარი ხორცით, მწვადით და საღამოდ დაამთავროს ორაგულით, ეს ყოველდღიურობაში ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ამიტომ დაბალ ქულას დავუწერდი, ყველაფრის გათვალისწინებით ქართულ რეალობაში დავუწერდი 5-იანს, მით უმეტეს გრძელვადიანი უსაფრთხოების შედეგები ცნობილი არ არის. და მეხუთე დიეტა არის ზონა დიეტა, ან ზონის დიეტა, ზონას არაფერი საერთო არ აქვს ციხის ზონასთან. აქ ზონას გულისხმობენ ზონაში, რომ არსებობს ოპტიმალური ზონა განაწილების, საკვების, პროპორციების, რომლის დროსაც ოპტიმალურია ჰორმონების სინთეზი ადამიანის ორგანიზმში. და ესეთი ოპტიმალური ზონა არის 40-30-30-ზე, რაც ნიშნავს 40% ნახშირწყლები, 30% ცილები, 30% ცხიმები და ეს დიეტა შედგება ზუსტად ამ თავარი პროპორციის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის უნდა იყოს დაახლოებით 40% ნახშირწყლები კვებაში, 30 ცილები, 30 ცხიმები და ადამიანს ექნება ოპტიმალური ჯანმრთელობა, ოპტიმალური ჰორმონების დონე, ინსულინის დონე იქნება დაბალანსებული, გლუკოზა იქნება დაბალანსებული და ანთების დონე იქნება შემცირებული. ეგ არის, რასაც გვეუბნებიან ამ დიეტაზე, ყველაზე მთავარი რაც არის. და როგორ გამოიყურება ახლა ეს დიეტა და მაგალითად დილით კვერცხი, შვრიის ფაფა და კენკროვანი, შუა დღისას თევზი და ბოსტნეული ოლივიეს ზეთში, შესაძლებელია ხაჭო, მაგალითად როგორც წახემსება ან ვაშლი და საღამოთი ქათამი, ქინოა, ბროკოლი. ხო, ესეც არ იქნება ინდიაში იაფიანი დიეტა. ეს ზონის დიეტა გავს რაღაცეებით, მოკლედ ამ დეშ დიეტას, მედიტერიანულ დიეტას, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ამებზე მე ვისაუბრებ შემდეგ ვიდეოში, რომ როგორებია ის დიეტები, რამდენ ეფექტურია და ისინი რეალურად უფრო პოპულარულია ვიდრე ეს, ისინი უფრო კარგად შესწავლილია ვიდრე ეს, მაგრამ ხშირად აყენებენ ხოლმე ამ ძალიან პოპულარული დიეტების გვერდით
და ერთ-ერთი იდეაში კარგ დიეტად მიიჩნევა, რადგან კარგად არის დაბალანსებული და ჯანმრთელობისთვის კარგია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ცოტა რესტრიქციულია და შეიძლება ადამიანს გაუჭირდეს გრძელვადიანად მიღება, თუმცა სხვა დიეტებთან შედარებით ადვილად მისაღები შეიძლება იყოს თუ კარგად იქნება შედგენილი, ამიტომ დაუწერდი 7-იანს ამ დიეტას. ხო, აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, შემდეგ ვიდეოში განვიხილავ კიდე 5 დიეტას, 5 საუკეთესოს. ისინი ამათზე უფრო პოპულარული იქნება, ამიტომ ვისაც გაინტერესებთ აუცილებლად უყურეთ იმასაც, რადგან დავიწყე ქვევიდან, ბოლო 10-დან დავიწყე და ზედა 5 წინ გვაქვს კიდე, შესაბამისად ისინი უფრო მნიშვნელოვანი დიეტებია ვიდრე ესენი. მნიშვნელოვანი გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ უფრო მეტი კვლევა იმაზე ჩატარებული, უფრო კარგად შესწავლილია და ეფექტურობას უფრო მაღალი. თუმცა ეს დიეტებიც კარგია, მაგალითად აი ზონის დიეტა განსაკუთრებით მე მომწონს და საკმაოდ კარგად მიმაჩნია. ხო, კარნივორე რაღაც ეგზოტიკურად ჟღერს ხორცის მჭამელის დიეტა და აქვს თავისი მუღამი, ჩემი აზრით, მაგრამ მაინც ძალიან ისეთია, შეუსწავლელია და მე ალბათ ვერ გაუწევდი რეკომენდაციას. ხო, რაც შეეხება პალეო დიეტას, არა უშავრა, მაგრამ ამოღება მაგალითად მარცვლოვნების ძალიან არასწორი მგონია. ამიტომ მაინც ზონის დიეტა ოპტიმალური მგონია ამ შემთხვევაში. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ ჩემთან ხართ, მადლობა რომ გაინტერესებთ.